სალამი ხალხო ყველას დილამ შვიდობისა, ესე იგი დღეს გავიღვიძე როგორ იცით, აი ისეთმა დაღლილმა გავიღვიძე, მოიცეთ ის მოვიტანო. ხოდა რა ვიცი რატო ისეთმა დაღლილმა გავიღვიძე, აი პროსტა ისეთმა და აი სხეულიო გაქვს ნაცემივით და ბეჟილივით და მიზეზიც არ ვიცი რატო. ანუ არც მივარჯიშია, ვარჯიშის მერე მაქვს ხოლმე ეგრე რა, ანუ ზედმეტი ფიზიკური აქტივობის. ნუ კი აქ ბევრს დავდივარ, მაგრამ გუშინ არაფერი ისე 12000 გავიარე, უფრო მეცაც დავდივარ ხოლმე, არ ვიცი. უბრალოდ თან კი არ მეძინება, ამ საერთოდ არ მეძინება, უბრალოდ საშინელი დაღლილები შეგრძნება, მაგრამ დღეს აჭარულის ჭამა გვინდოდა, მაგრამ ძალიან მეზარება ეხა 7 კილომეტრის გავლა აჭარულის საჭმელად, ისევ სადღაც ვჭამ. კრაფტ ფუდში კი ისე ვისყავთო, ვინც ცეროდენაში აკეთებდაო, მაგრამ არ ვიცი. რატომღაც აღარ მინდა იქ მისვლა, არ ვიცი რატო. მე კიდე მითხრეს ისა რეტრო და გიას ხაჭაპური რომელია სად არის, არ ვიცი. რეტრო ვიცი რამდენიმეა. ერთი და იგივე ხო არის, არა ერთი მამუკასია, ერთი გიასი. რომელი ჯობია არ ვიცი, სად წავიდე, არ ვიცი და საერთოდ მინდა თუ არა, ეგეც არ ვიცი. ხო და აი ასე ვარ მხიარულად დილიდან, წუხელ წვიმდა, დღეს მზე არ არის ჯერჯერობით. მეზობელმა გააკეთა ხალხო მწვანეერი ქვემოთ. კიდენ უყურებთ. აბა მოდი აქ გონდა. ახლა გავიკეთოთ, მოვიჯუღოთ არა ის მინდა. ეს კიდეა. ახლა კაიტაროებია ძალიან. ვაკეთებ 2 დღის ნახევარ ვლოგებს, ხარ შეყვა დავიღალე თუ რა იყო, ვლოგებსაც ვერ ვიღებდი, ხო და ეხლა დღეს გადავიღებ წესიერად, ამ დასვენებაც და მჭირდებოდა. ხო, ეს ადუღება არ მინდა ყავის, ანუ მოსადუღებელი გულისხმობ, მინდა ეს, ამიტომ მოდი ეს ჩავთოთ. ეს ცოტა აქეთ გადმოვდოთ, ადუღდება ესეც. აჰა. ხო და იქამდე გავამზადოთ ჭიქა. კაუზი. კოფე. წავიკითხოთ კომენტარები.
და გქონდეს ჩვენებური ძველებური ჩვენებური დილის ვლოგი. შაქარი ჩავყარებ. აუ უკვე იმასაც ეკითხება რამდენი კილო მოხარშეთ. აიმე დააბინავეთ უკვე წემლები. ეხლა რამდენი ჯერ რეცეპტი ხო გითხრა ხა რამდენი კილო მოხარ. ასე ის რძე თუ ამე რომ მიყვარს. კი არის. ეს არ ვიცი პროცესი. სხვა ისა. ესე იგი რას დავაკვირდი იცით? ესეთ ადგილებში სადაც ნესტია თმა იცვლება. ბონი რა იყო? ბონი მოდი ბონი მოდი ბონი ჩომად სახს იცავს. იცავს სახს გადაიცვა სახს. ბონიტა. ბონინა. ნინა ბონინა. მაიმუნი ბონინა. არის მწყურია. ახლა ეს ისე უნდა ხო და იმას ვამბობდი რომ თუ დღეა და ცხელა ეს თმები ხდება რაღაცნაირი საზიზღრობა და თუ არ ცხელა და თქვა ჩვეულებრივი ის არის ახლა მაგალითად რა ვიცი ესე ჩვეულებრივ ფორმაში ჩემი თმა არა გუშინ არ დამბანია დღეს ვაპირებ აიმე რა არის კაცო ვერაზუს ვერ ხსნი ამ წყლების ბოთლებს აი არა ანდროს აუ მოდი ეს წყალი გამიხსენი აუ მთლიანად ის აქ მდუღარია და შეიძლება დაიგეს ჰა? შო მე დავასხო ოჩა რა თულად გავხსენი აუ მე კიდე რას ვეჭიდავე მოდი მე დავასხო მადლობა ხმა კი შემიძლია, მაგრამ აი გახსნის რა უკვე. მინდა დავხوارებ ჭამოთ მე. ეს მათხვეჭი. Ahora.
მარილი მინდა. მარილს ისო ესეთი ხდება, ანუ ერთი ბეჭდხოჩო გადმოყრი მარილს, აქ ვერ გადმოყრი მარილს. წებოვანია. ლოგი გაკეთდა თქვენი, სათქვენო. თქვენთვის. თქვენი სათქვენო, თქვენ. აი. სამთა გამოცინებული ეხლა. წავიდა იტვირთება. ესეც. ეს მოვიტანოთ ახლოს. ეს. აი ეს ახლა. თან შიდობისაც შემოკარგებოდა და კაპილებოდა ლამაზებო. ეგ მშენებლობაა. ჩაელი გაქანებით. ხაყურებს დაინახავთ. ვიღაცის ლამაზ ყურებს. თან უყვარს მინი. რა წელს იმილი ვჭამე? მგონი წინა 2 წელს ერთად არ მიჭამია. ეს იმინდი. მოხარშე დიდხანს იდო წყალში მერე. არა, მაშინ რა მოწრეიტე. ათაშო. კაფა. ისეთი ვერ არის? ნა, წყალი ხარშავსა. აბა შევა თვითონ აეგოთ. აი წყალში დარჩება, გაწყალდება რაღაცა ისქემო. Pidagin Japonca. bez magito. ცოტა ისეთი მიყვარს. Rostki. ძალიან წყინდი რავი. თქვენი არ ვიცი და მე ყველაზე მეტად სიმინჩი შემიყვარს. არა ესთეტიური ამეა. მიგა ესთეტიურება გადაახვიეთ. ან გამოთეთ ნახე. ტარო დარჩება. ამას არა აქვს. ტაროს არ აქვს წვენი. გაკეთებიათ ეს არ მარილში ამოგისვიათ. სხაპარიყოა. ოია ტოკი. პატარა სამსარებლო. მის ნაირებისთვის.
მადლობა მშვიდობისად. როგორ ხართ? როგორ ბრძანდებით? როგორ გიკითხოთ? ინგა ჩემო საყვარელო სალამი. ლელო, ბედნიერ დასვენება საყვარელო ნინი მადლობა ძირფასო. ნინი, როგორ დაგიკლია საოცარ ფორმაში ხარ? მადლობა ძირფასო. მარიამ, ნინი, ლამაზო ჩვენ შეგვიყვანეს ზღვაში. სიამოვნებით, მაგრამ რო ჩამივარდეს ეს აიფონი მე რა ვქნა? თქვენ ვერ მოგთხოვთ რომ იყიდოთ. ამიტომ ჩემი ნებით იქნება შეტანილი. თუ თქვენ თხოვნით შევიდან და თქვენი პასუხისგებლობით მაშინ რა ჩამივარდება. ამიტომ არც თქვენ აგიტკიებთ თავს და არც ჩემ თავს ავიტკიებ და უბრალოდ ნაპირიდან გადავედი. როცა აიფონი არ მქონდა აი რომც ჩამვარდნოდა ავე არ მენანებოდა ისე რა ხო ცხადია ხა იმაში მქონდა მაშინ მიცემული იმ Samsung-ში 800 ლარი და თუ ზუსტად მახსოვს სადღაც ეგრე ხო და ხა ესენი ღირს 5-მდე და ცხადია მაგრამ ეხლა მაგალითად კი მაქვს ის Samsung-ი აქ, მაგრამ მაგ ხარისხის ვიდეოს გადაღება აღარ მინდა. თუნდაც ზღვაში. ლალი, საყვარელი და კარგი ოჯახი, მადლობა ძირფასო. ანი. გიამაც კარგი საცხობია, ნამცხრები დონას ჯობია. დონას იჯობია, მაგრამ ფუნთუშები და ცომები ძალიან კარგი აქვს სხვა შიგ თავსით უნდა გასინჯოთ, ხო? მურინოც ამბობს ხოლმე რომ აი ჩეხური ფახლავა მაქერად მომიტანა. ეგ და ციდა აქო. ხო. მე რა ვქნა, ყველაზე ძალიან მაინც დონა მომწონს. ეს ფახლავა ბაკლავებიც მაგაური მომწონს ყველაზე მეტად. იმიტომ რომ მე ეს ძალიან გაჟღენთილი ინფოშიც არ მიყვარს. ხო. და რა ვიცი, ჩემთვის ბათუმში არის დონა, მაგრამ ეხლა ამ ფილიალში ახლოს ჩვენთან რო ფილიალია ვერ მივალ. ცხვენია. არ მოყვები რატო? მაგრამ იქით კიდე მეზარება წასვლა და ამიტომ რამდენი დღეა მინდა ის cheesecake San Sebastiani. წავა, გავივლი ნაბიჯს დღეს თან კაი დღეა, მზე არ არის. ინა ბედნიერი დასვენება მადლობა. მარიამ ნინი ლამაზო თმა ულამაზესი ხარ ლამაზი გოგო ხარ ძალიან მიყვარ ხარ მადლობა ლელა რა ევას სიცოცხლე ხარ ზღვას მიეჩვია ზაგარსაც იღებს პატარა პრინცესა ევას ისე როგორც იკას არ უყვარს ზღვა არ უყვარს მე ხო გიჟდები მე ხო ჭკუიდან გადავდივარ მე ხო საერთოდ არ ადეკვატური ხვდები ზღვაზე რო ვარ და არა ამას ლელა ნინი როგორ გეკრობა რა საყვარელია საოცრება გოგო ყავს ბონი რას დაგჭმუჯნილი ძალიან საყვარელია თეა საყვარელი ბონი ლელა ბონი საყვარელი მაიმე რათო ჯინა გაგრილდა გოგო ბაბინი იმდენი ვინერვიულე მე რა ბაბანავე იმდენი ვინერვიულე რომ მეტი არ შეიძლება რამე არ დაიმართოს მეთქი რატო არ ვიფიქრეთ ხო მე ვინ გიტი არ აი ყველაფერი ვიფიქრე აბსოლუტურად შეიძლება დამართონდა და 2 დღე ვაკვირდებოდი, აბა ხო კარგად არის, აბა როგორ დადის, აბა როგორ ხასიათზე, აბა ის დავიმართე ნერვოზი. ციცი ვაიმე რა საყვარელი ხარ, ბონი, რა კარგი ხარ, კნოპკა, გაგრილდა ლამაზმა დედიკომ, ევა ჩემო ლამაზო რა საყვარად იღებს ზაგარს, სულ ყველა მიყვარხარ ბედნიერი და კარგი დასვენება მინდა გისურვოთ კიდევ ერთხელ მადლობა ძირფასო. რუსო მეზისღება ბოროტი ადამიანები. ხო ძალიან ცუდონი არიან ბოროტი ადამიანები, იმიტომ რომ ბოროტები არიან. ამიტომ ჩვენი ის არ დაუთმო შენ გულში სისხლს და ეგეთ ნეგატიურ იმას ადგილი გრძნობებს. просто აი ისე ძალიან უნდათ ხოლმე რომ აი ტვირთა ეს ადამიანის გული ატკინონ რომ ერთმა დამიწერა წეგან დაბლოკი კიდე ისაო აი პროსტა ნერვოზიანია ადამიანი წარმოიდგინე მე არც გამიგია საერთოდ უკან ვინ მოდიოდა და იცინოდა თუ არა საერთოდ ანუ
რავი და დამიწერა ვიდეოში ეხლა შენ რო ცელულიტები გაქვს უკან რომ მოდიანო გოგო და ბიჭი და იცინე რომ ალბათ შენზე იცინე ხა წარმოიდგინე მაგ ადამიანს უეჩვენება რომ ვინც ლაპარაკობს ან იცინის მაგაზე იცინე просто წარმოიდგინე რა დონის ავადმყოფობაა მე ერთო ჩემო აი ცოდვა არ არის ეხლა ეგ ადამიანი მერინი გამოგიგზავნოს თავისი სურათი როგორია საცურაო კოსტუმში გამოგზავნოს აბა და აი აქ დავდოთ ყველა ვნახოთ როგორც მე ყველას გაჩვენებთ როგორიც ვარ მაგრამ აი რა მნიშვნელობა აქვს როგორიც არ უნდა იყოს ჩემს აღარ აქვს მნიშვნელობას ეგეთი ადამიანი როგორიც არ უნდა იყოს იმიტომ რომ იმდენად დამპალია შიგნიდან რომ ნინი სირცხვილი ბონი მისის ცურვა და შენ არ აბა ესე იგი ძაღლებმა წარმოიდგინე ხა პირველად ჩავიდა წყალში ხო ყველა ძაღლი ხო ეგრეა ანუ აი წყალთან როგორც კი შეხება აქ ცურვა იცის ჩვენ ადამიანები არ ვართ ეგრე ანუ იმათთან ინსტინქტით ჯობნის გონებას ხო და ჩვენთან ვერა ჩვენთან ისეთი შიში გვიპყრობს რომ ვიძირებით ეგა მეც კალორიებს ვიცვლი ნინი დავიკელე 4 კილო ვჭამ ყველაფერს სტრესის გაშოღონთ ChatGPT მიცვლის კალორიებს ძალიან კარგი ჩემოსაყვარელო ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებ კალორიული დეფიციტი არის ერთადერთი რეალური სწორი ჯანსაღი ადამიანური გზა ზონაში დაკლებულ ისედაც როცა ვიკლებ დეფიციტით ვიკლებ ვითვლით არ ვითვლით არ არის დეფიციტი არ არის კლება всё როზა ბონი რა კაია ირმა ბონი მანა ევა შეგიყვარდა ზღვა რა კარგია ვერ ვიტყოდი შეყვარებას მაგრამ აი გუში მაგალითად არ წამოვიდა იქ იცი რატო წამოვიდა ბონი რო იყო და გუშინ დილასაც იმის ხათრით წამოვიდა რომ ეგონა რომ ბონი მოდიოდა და მე გვიან გაიგო რომ ბონი არ მოდიოდა კარგი დღე მოგცეთ ნინი ამინ მანანა ყველას კარგი დღე მოგცეს უფალმა ძვირფასო ყველას ლიზი ნინი ჩვენ შეგვიყვანეს ზღვაშიო მარიამ ნინი ძალიან ლამაზი ხართ მაზე კერატინის გაკეთება არ გიფიქრია არა მარი არ მიფიქრია და არც ვიფიქრებ ძალიან მომწონს შემით მაი რაც უნდა მოსხა კერატინი რატომ უნდა გავასწრო ესეთი თმა მითხარი ნახე როგორი დიდებული მაქვს სოფიაც მეუბნებოდა ხოლმე კერატინზე მაგრამ კარე რომ მქონდა ანუ ეხლა არც ჭირდა აი კარე რო არის მართლა ჭირდება გასწორება რა მაგრამ ეხლა ამ სიგრძე და ამ სილავაზეს რა თქონდა რამე თან ეხლა რატო ანუ ვილაპარაკეთ მაშინ და რატო არ მინდა მე კერატინი აცხიმიანებსო ძალიან თმას ჩემ თმას კიდე გაცხიმიანება უნდა რას ლაპარაკობ რა კაია მშვიდი დილაო რუსო კი ძალიან ულამაზესი იყო მაგ დღეს სხვა ციალა არა პირიქით გიხდება რუჯი სულ ველოდები ხოლმე როდის აწერთა ვიდეოს რა კარგია მიხარია ნინიკო შეირგე ბოლომდე ნინი და ნუ ატარებ ტელეფონს მინდა რომ დაისვენ და შეირგო ბოლომდე მადლობა ძირფას ძალიან დიდი მადლობა ვცდილობ კი დღე გამოშვები დამაკ გუში მინდა და წამეყო და წავიღე და ძალიან ლამაზი კადრებით გადავიღე ეხლა კიდევ თუ მაგ ვიდეოს კიდევ ერთავთ ანუ ზოგჯერ არ მინდა ხოლმე მე თვითონ და რავი ჩემო ნინი ვერ დაგიწერე კომენტარი ეს დღეები ძალიან გიხდება რუჯი კიდევ დაიმატე რა ანუ სპეციალურად არაფერს არ ვაკეთებ ნახე რას ვაკეთებ ჩხაჩხავალ ზღვაზე ხო ვიბანავებ მე რო ამოვალ სანამ გავშრები ვარ აი რო გავშრები ნუ კანზე რო კანი რომ შრალი მაგ წინდაც და უკიდანაც მე მოვდივარ всё ან ისევ ჩავდივარ ზღვაში ან მოვდივარ ანუ აი რო წვავენ ხოლმე მთელი დღე რო გაირუჯონ და რაღაცა ანუ ჩემთვის ეგ უცხოა იმიტომ რომ ჯერ ერთი კოტისგან ვიცი ეს რა საშინელი დასხივება აგმზეს და ეს რა ცუდია ეგ გარუჯვა და ეგ სპეციალურად დიდი ხდით
და მეორეც ერთი ეგ რო არ ვიცოდი, მაშინაც თვითონ არასდროს არ მიყვარდა. ერთ-ერთი აი ბავშვი რო ვიყავი, როცა არ მესმოდა ის სულელი ფეხის სხვა საყოლილი რო ვიყავი, ანუ ჩემი კი რაღაცა ჩემი აზროვნების მიხედვით კი არა, რომ აკეთებდნენ სხვები და მეც და ისვავდნენ პივას, რომ გავირულე და მეც ყიდულობდი ლუდს და ვისვავდი რა სულელი ვიყავი. ირმა როგორი სიმშვიდე სიწყნარი როგორი კარგი ვიხარ მადლობა ძირფასო ყავა პლაჟზე ეს აუ ძალიან მაგარი დილის ლოგი იყო ნანა ნინი საოცრება ხარ ძირფასო მადლობა შორე ნინი ხლაბას თუმანში ვარ ვისვენებ და თუ ჩამოგისწარი ბათუმში ჩემს გაკეთებულ ჩეხურს მოგართმევ ვარ რა მაგარია მე არ ზუსტად გამიკეთებია ჩეხური როგორი იმით ფხვიერი ცომით კეთდება? როგორი ცომით კეთდება? ერთი რომ ნახო. რეცეპტი. დამცხება ხოლმე აქ რომ ჩდები. თეა მზრუნველი და საყვარელი ლია დეიდა. შენ ხარ მისთვის ყველაფერი ნინი იბედნიერეთ. მადლობა ძვირფასო. დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. კარა კარგია ზღვა სულის სიმშვიდეა ბედნიერი დასვენება მთელ ოჯახს მადლობა აი იას დაწერილია რას გავხარ კუპალნიკებშიო რომ დაწერა და თქვენი კომენტარები უნდა წავიკითხო რატომ წერ ასე რა სჭირს ბუასილს რომ ამსგავს სამი შვილის დედა და საოცარ ფორმაშია ეს რა სიბოროტე ან თქვენ გექნებათ თუ რა უმშვენიერესი ხარ ნინი ვიოლა ძალიან კარგ ფორმაშია ნინი მშვენივრად გამოიყურება და კუპარნიკიც ძალიან უხდება. ნანა, სიბოროტის ზენიტში იძირები ადამიანო. ნინის აქვს ულამაზესი სხეული მიყვარხარ ნინ. ლელა, ნინიზე რომ მიტყვი რას გავხარო, ულამაზის გოგოზე, არ ვიცი რა გელაპარაკო, ნინი მიყვარხარ. ლენა, სული გაქვთ მახინჯი. სანდრო, შეგრძნება რომ შეგშურდა მისი ტანის. სამი შვილის დედა საოცარი ტანი აქვს არ მიაქციო ბოროტ ენებს ყურადღება შვილო მადლობა ძვირფასო შენ დაგვენახე ერთი ძალიან თავდაჯერებული ხარ სხვებს რომ აკრიტიკებ ირინა მადლობა ძვირფასო ვაიმე გული გამიტკვა იმ დღესაც და ეხლა თუ რა კარგები ხარ როგორი ტკბილები ხარ ანუ მე როგორიც არ უნდა ვიყო ადრე პატარა რო ვიყავი ძალიან განვიცდიდი იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ ძალიან ლამაზი ყოფილიყავი და ჯერ არც მესმოდა ლამაზი ვიყავი საერთოდ თუ არა ვიდექი ხოლმე სარკისის საათობით და ვფიქრობდი ლამაზი ვარ ანუ ხდები რა სისულელი ანუ მაშინ როცა ფიქრობ ლამაზი ხარ თუ არა ესე იგი შენ როცა ბავშვი ხარ შენი თავი ლამაზი გონია ყოველთვის ანუ შენ თავს აღიქვავ როცა კარგად ხარ და რაღაცა რომ აი შვენივრად ხო ხდები რა და მე აი ეს ისინი რომ ვკითხულობდი რომ ეს კონკი არის ულამაზესი და ყველა პრინცესა რომელიც ძალიან უყვარდათ არის ულამაზესი ან საერთოდ მოდის ახლა ეს სილამაზის ძალიან დიდი მინუსია სხვა შორის ეგ იმათი მწერლების იმიტომ რომ მაგათ აქვთ მიბმული ასე იგი მარადიული სიყვარული თუ უყვართ ადამიანი რომელიც არის ისეთი როგორი ადამიანებიც არ არსებობენ მე საერთოდ ამას გამოვაქვეყნებ და აუ როგორ ცხელა სუმა ვიწოდება ხალხო დონაციის ლინკის მიჭიდება არა და ისე მინდა რომ მეტი არ შეიძლება სანამ აქ ვარ გემრიელები ხო ყველგან მიყვარს მაგრამ სანამ აქ ვარ ბევრი რაღაცა მინდა და ყოველთვის ამ ბევრ რაღაცას ვერ გაწდები ადამიანი და აი
როდინდერი ვიდეოიდან მაქვს დავიწყებული, ნახე ხა ვამატებ, აი აქედან. ამაზე არ მინდევს. არც ბონიზე არ მინდევს. მე საყვარელია მეტო. აი, დე, кайხი და სიყვარულო. როგორც გამარჯობა დედა. გამარჯობა ჩემო სიცოცხლე. თმა უნდა ავიჭიოთ, რომ მოვუწოდე სიცხით. მიყვარხარ და ევა მიყვარს. გათავდა კოქტეილი. აღარ არის? ზესტაგის ხავ მე ვიყიდო კოქტეილი, გინდა? ეხლა ზესტაგის. გინდარზე? ასე. მე მაშინ ჩავსხოთ. ხო და ანუ მაშინ იყო მე რო ეს რეალურად ეს ძალიან ლამაზი მინდოდა უყოფილიყავი იმის გამო რომ მეგონა რომ თუ ესე ძალიან ლამაზი არ ვიქნებოდი არ დავიმსახურებდი სიყვარულს. განა გაცნობიერებულად მეგონა. აი ზღაპრებში ხო მარტო ლამაზი გოგოები უყვარს და მარტო ლამაზი არა. ყველაფრით შემკული. რა ვიცი, ეგეთი ადამიანები ძალიან ცოტა არიან. თუ არიან ეგეც. ხო და აი ერთი პერსონაჟი მითხარით, ჩვენ რო ზღაპრებზე გავიზარდეთ იმ ზღაპრების, რომელიც ლამაზი არ იყო და პრინცს უყვარდა. თუნდაც პრინცს არა. არანაირი პრინც უბრალოდ ჩვეულებრივის ძალიან უყვარდა. და ანუ აქცენტი არ იყო გაკეთებული მის საოცარ სილამაზეზე. ანუ ბიჭის ლამაზი უნდა ყოფილიყო გოგოს. და აუცილებლად ამ პრინცესა უნდა ყოფილიყო, ან თუ პრინცესა არ იყო, ისეთი პრინცესა უნდა ყოფილიყო, რომ არ იცოდა. რაღაცა ეგეთი, ხო? ხო და ძალიან გულსატკენია ეგეთ რაღაცეებზე, რომ ბავშვობიდან გვიდებენ ანუ აზროვნებაში ეგეთ რაღაცეებს და ხა თუ სწორი პატრონი ყავს, ის ხდება და გარიდებს, მაგრამ თუ არა, ბევრი გოგო ხდება ამაში რა და მაშინ მაღებებდა ხოლმე ძალიან ეგ და ეხლა მე ძალიან კარგად ვიცი როგორი ვარ. გარეგნულად, შინაგანად, შესაძლებლობებით, ყველანაირად უკვე საკმარისად დიდი ვარ ამისთვის, საკმარისად დიდი გზა გავიარე. მე მიყვარს ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ, ჩემი უარყოფითი ხასიათის თვისებებით, ჩემი სხეულით, ჩემი პლუსებით და ჩემი მინუსებით, მოდი ესე ვთქვათ, ყველანაირით და მიღებული მყავს ჩემი თავი და ხა ვიღაცა თუ რაღაცაზე რაც თუნდაც ჩემი მინუსია ხათ ის გამომიშვერს და გაიცინებს მე ვიტყვი რომ როგორი ცოდვაა ეს ადამიანი, იმიტომ რომ იმას ცდილობს რომ სხვა ადამიანს გული ატკინოს და მე თვითონ გული იმაზე მეტკინება რომ ეს ადამიანი ცდილობს რომ გული სხვას ატკინოს, იმიტომ რომ მე ეს გზა გავიარე და ჩემთვის ახლა ხო ვიღაცის რაღაცა მტკივნეული აღარ არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი გზა გავიარე. მაგრამ ხო არიან ადამიანები, ვინც ახლა გადის მაგ გზას, ვისაც ეგ გზა ჯერ არ გაუვლია და ანუ იმათ ხო ზუსტად მოარტყავს, სადაც უნდა მიზანში დაადგენს. ხო და რატო შეიძლება რომ ამ სიცოცხლეში, რომელიც ესეთი შეზღუდულია, ესეთი მოკლე დრო გვაქვს, შენი დრო გაიმეტო იმისთვის, რომ სხვა ადამიანს გამიზნულად გული ატკინენ, მართლა არ მესმის და ვერც ვერასდროს ვერ გავიგებ და მადლობა ღმერთს რომ არ მესმის და ვერც გავიგებ. რაო დედი კოჩე მოლამაზო, გაიღვიძე? მიყვარხარ, უყვარხარ დედას. ირმა საოცრება ხარ ჩემო თოჯინაო. ნინო ბედნიერი დასვენება ნინი შენ და შენს ლამაზ ოჯახს. მადლობა ძვირფასო. ციცი, ჩემი ულამაზესი, როგორი უცხო შეხედულება გაქვს ქართველს, რომ შემოგხედავენ, საერთოდ არ გავხარ ზაგარი ხომ გიხდება და გიხდება და შენი ბუნებრიობა საოცარ ფორმაში ხარ. კოქტეილი აღარ გვაქვს, მამა. მერე ვიყიდოთ, არა უშავს. მერე ვიყიდოთ კოქტეილი და არა უშავს. კი, მერე ვიყიდოთ.
ბონის მოვიდა. არ არის. ბოლო დაიცა კაცი ხარ. ბავშვზე და ქალზე წინ ხელი ნუ მიგდის. იყიდე მამა, იყიდე. მიეცი. ვაიმე, შეშე მოგევლებული ძმის არში მილია. იმე. აი, იცი აი ხეთე, იცი როგორ მიყვარს იმ ადამიანების, აი თავის შვილს რო ეტყვიან, რომ ისა არა მაქვს, ანუ იმას გულისხმობ, აი ეხლა ესე რომ მოგცა ეს ფული, აი ეხლა რომ თავის ჭკვით რო ფული მოგცა, რომ წახვიდე და იყიდო, ხო მოვკვდები, აი მოვკვდები და არ ვეტყვი იმას, რომ არა მაქვს და ვერ ვიყიდე. აი ყველაფერს ვიძაბ და ანუ ძალიან მიყვარს ხოლმე. იყოს კი. ავაგაია. მე ვთვლი რომ ჩვენი ერთი სიცოცხლე მიმართული უნდა იყოს თვითგანვითარებისკენ და სხვა ადამიანების დახმარებისკენ. რომ ხედავ რომ ადამიანს რაღაცა უჭირს და რაღაცა მისი კომპლექსია განიცდის. პირიქით დაეხმარო. აი ეს არის სილამაზე. ჩემი აზრით. ყველაზე დიდი, ყველაზე ნამდვილი. რომელსაც ასაკი ვერ აკრობს, ვერაფერი ვერ აკრობს. ეს არის სილამაზე სულისა. ჟუკიანდე? ბანანა. ევას უნდა. ევასია. გინდა? ჩემოს. კი, მე ჯერი ფრთხილები მაგა გავხსნი. როცა მოგინდება მითხარ. ხო. ასე რომ მანანი ძალიან კარგი ოქროსფერი კრემი იშოვე და მაგარ ფერზე დადგები. რას გულისხმობ ტონალურს? ანდრუს, ჩაურთე რა. და იქით მიდი, იქით ჩაურთე. იმიტომ რომ იქ გრილა აქ ცხელა და თან ისა მუსიკა და ის ხელს შემიშლის. ციცინი ჩემო ლამაზო რა კარგი ზღვა წყნარი ლამაზი ზაგარი ძალიან კარგად გაქვს მოკიდებული, ხო? ნათია, სადაც არის ფოტო გარეკანის ულამაზესი ხარ, მადლობა. ვიდეოდან არის დასკრინული. ისა. ახლა მეც მოვწოს მათ შორის, რა ვიცი, ნორმა არის. და ოჯახში ყველაზე მეტად დაზაგრული ვარ მე, იმიტომ რომ არა მარტო ზღვაზე, არამედ ისედაც მე დავდივარ ძალიან ბევრს გარეთ და
მანა ნინიევა ძალიან საყვარელია. ერთი უთხარი და გაიგო გავიდა. ზოგიერთ ბავშვს არ ესმის. ძალიან ბევრი მაქნა მუშევარი იმაზე, რომ ესმოდეს ყველაფერი. ასე რომ თუ ბავშვს არ ესმის, ეგ ბავშვის მინუსი არაა ძვირფასო, ეგ აღზრდის მინუსია. ანუ ჩვენ არ გვაქვს ყვირილი, ჩვენ არ გვაქვს ჩხუბი, ჩვენ არ გვაქვს დასჯა, მაგრამ ჩვენ ვიცით რა არის არა. ჩვენ ვიცით გაგება. ახსნით. და თუ მაგალითად დაუყვირებს ვინმე და ან წარსმევს უცებ რამეს ან ეტყვის არა რაღაცა, ეს ძალიან წინს. მაგრამ თუ აუხსნი და ეტყვი რატომ არა, ძალიან ჩვეულებრივად ეს. იქ ჩემი Samsung-ია, ჩემი. ესეც დასატენია და ჩაქრება მალე. კი გაუზიარებ, მაგრამ აუ გაკონტროლე ხოლმე რა, მე აღარ ვყოფნი ამბე რაღაცებს, ჩემი ტელეფონით კი სულ დასატენია. და ის იკახო და არ დახედავს არასდროს. ეს რაღაცები ძალიან წინს ხოლმე, აი ძალიან. ხო შეიძლება ხოლმე რომ შეამოწმოს. არა. არ არსებობს. Что здесь? Hi, сегодня. ძალიან მეცნება ხოლმე იმ ადამიანებზე, რომელიც აი მაშინ პირადში მწერენ მარათონზე და ცდილობენ, რომ გამომძალონ მოტყუებით ინფორმაცია, რომელსაც გოგოებს მარათონზე ვაძლევ. და ანუ ისე შეფარვით და რაღაცა ისეთ კითხვებს მისვავენ, რომ აი აბა შენი სისტემა ერთი მითხარი მეც მინდა დაკლება. ანუ ვიღაცა ადამიანმა ფული უნდა გადამიხადოს და ამ ადამიანს კიდე უფასოდ უნდა ვუთხრა. ანუ დებილად გთვლის თუ თვითონ არ ყოფნის აზროვნება, რომ ვერ გამოგძალავს, არ ვიცი. ალბათ უფრო მეორე. აქ გინდა? კაი, დასვია. მე ვუთხარი დე ანდრის ეგ. ლელანი ძალიან გიხდება სახეზე ზაგარი, შენ გონია რომ არ გიხდება სხვის თვალი არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ ზაგარსაც. ვა, მაგარია თუ ეგრეა. მეც მომეწონა სხვათა შორის ამჯერად. ზოია ბედნიერი დღეები, ნინი, მადლობა. ლელა საოცარი ზღვა, ბედნიერი დასვენება, მადლობა. ლელა, ევა არის უნჭიერესი, ულამაზესი და ძალიან საყვარელი საოცარი გოგო გაიზრდება. კი, ძვირფასო. ნამდვილად საოცარი გოგო გაიზრდება და მოიცადე ეს გავასწოროთ. ეს ვერ უძლებს ამის სიმძიმე ერთ წუთი. აი ესე. ეს თემუდან არის გამოწერილი და ვერ ქაჩავს. ძალიან ჭკვიანია. ანუ იცით რას დავაკვირდი? ყველა ადამიანს და ყველა ბავშვს აუცილებლად ჭირდება გაგება და ისე მიდგომა, როგორიც არის. რაო? ცოცხალია? სახურავზე? სახურავზე როგორ ვშველი? შიტებს ჭამენ კაცო სადაც? ლეჯავდნენ წერან ფათხალებს და ვინმე? ეგენი შიტებსაც ჭამენ? აი იქით რაზე? მტრედია? იქით რაღაცები ზის, აი, ნახე? ეგეთს ჭამს ხო, მტრედი? მაგრამ იმებს რატო ეტყობა ის იყო? ცუდად იყო ეტყობა. თორე იმეებსაც ვარ ჭამენ იქით როს. ორივე ესე რო იყო. არა, ის კუდარია უკვე. ეხლა უკვე ხო და ზეღან ფათხალებს და და ნახე ჩხუბულა. თან შეიძლება რომ წელავდნენ ესენი ეგრე ჩანდა. ნახე როგორ ჩხუბობენ ერთმანეთში.
ეს კუტერი. აი ესე დევანასე ძეოდნენ ნახეთ. მტაცებლები არიან ესენი. და აქაც ხედან ესენი და უყურებენ მეთოს შინელება ამას. ავჩდეთ აქეთ გავაგრძელოთ, იმიტომ იქ მუსიკები ჩართოები ტვინი. იმედი ახაც პორნო არ ეგონება, ეს პორნოს დასაწყისი. რატომი ამკვენა, აი არ ვიცი. სად გამოვედი. მარიამინი ჭიერ ბავშვი იქნება ევა მიდრეკილება აქვს უცხოენებისკენ. კი, ნამდვილად. მანანა წარმატებები ნინი. სალამი ნინი, როგორ ველოდებოდი ვიდეოს გუშინ საღამოდან მოყოლებული. ეს ის ლოგია, რომელიც მეგონა როტავდი. სანდრა, ძალიან გიხდება რუჯი ლამაზი ხარ. თამარ, ვაიმე რა ფასებია ქარაში 6 დოლარი მიოცი გუშინ კილო ჟოლოჟიო, ვაიმე. მე საერთოდ მინახია ჟოლო 6 ლარა და აქ კი არა არსად ბოლო. შარშანაც თბილისშიც 12 ლარი ნახე ყველაზე იაფი. გამოძირფასებო, მადლობა ჩემო საყვარელო. შენი ყავი ჩემი мотивация ესეთი სპაგეტის მომზადების დღეს არ ვიცი რა ვჭამო. აი ძალიან მეზარება რესტორანში წასვლა არ მინდა. არ მინდა რესტორანში წასვლა. და არ ვიცი რა შეიძლება რომ იმას ვქნათ, რა ქვია. ჭამოთ. თან მინდა ხოლმე რომ ყოველთვის აქ რაღაცა გემრიელი ვჭამო და თან არ ვიცი რა. რიოლანინი ყოველდღე კიდევ უფრო ლამაზდება. ვაიმე, მადლობა. ძალიან გიხდება იკაბა მასი ამოჭრილი დეკოლტეში. ბედნიერი დასვენება თქვენს მთელ ლამაზ ოჯახს, რომელი ხო. შავი კაბა რომ აქ ბრეტელებიანი. მორჩა კომენტარები. მორჩა დილის ვლოგი. მიყვარხართ ძალიან ჩემო ძირფასებო და კარგებო. ძალიან გთხოვთ, ვისაც სურვილი გაქვთ დონაციის, ძალიან გამახარებთ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. დამიტოვეთ კომენტარი. კიდე ორი კომენტარი დავალაიქე და ეხა გამახსენდა. ეს სულ მავიწყდება ხოლმე. აი და მინდოდა რომ გუშინ მეპასუხა და მე მავიწყდება ხოლმე. ნუკის კომენტარი იყო ძალიან საყვარელი ნუკი. მიყვარს ნუკი. ნუკის vlogs, ნინის ზღვის ვიდეოებით გაგიცანი რამდენიმე წლის წინ. და ზუსტად ისეთი შეგიყვარე და მიგიღე როგორიც ხარ. ბედნიერი დასვენება ჩემო ლამაზო. შაშან მეცხვამ შემოგიერთდი კალორიების დეფიციტში და დავიკელი 21 კილო. ეხლა ისევ დავიწყე და მომატებულ 5 კილოგრამს ვიკლებ. იმედია გამომჯობესებ და 21 კილოგრამზე მეც დავიკლებ. და ჩემს ნორმამდე ჩამოვა. მადლობა мотивაციისთვის კიდევ ერთხელ. უმაგრეს ფორმაში ხარ. მე ყველანაირი მომწონხარ, ისეთი უბოროტო გული გაქვს და 1000 მაგად გალამაზებს. ვაიმე, დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია რომ ჩემი мотивация თაგეხმარა და 21 კილოგრამი დაიკელი. კალორიული დეფიციტი, ეს ხო საოცრებაა. ანუ მის ადამიანის мотивация და ყველაზე კარგი გზაწონაში კლების ისე რომ აი ესე მართლა მთელი სულით და მთელი გულით და მე ამ ადამიანმა ეს აიღოს, გამოიყენოს და შედეგი დადოს, ეს ისეთი ბედნიერება, რომ აი უბრალოდ ვერ აგიწერთ და საერთი ხარაც ჭირდება იმას, რომ შენს ნორმამდე ჩამოხვიდე, არის მონდომება და ყოველდღიური მცდელობა და რადგან 21 კილო უკვე დაიკელი ეს შესანიშნავად იცი ჩემო ლამაზო და საყვარელო, ძალიან გამიხარდა. კიდე იყო რაღაც კომენტარი. აღარ მახსოვს. აი იმიტომ არ ვალაიქებ ხოლმე. აღარ მახსოვს სად იყო.
აღარ მახსოვს, ნუ კაი. მე თუ გამახსენდა წავიკითხოთ. მიყვარხარ ძალიან კოცნი და კარგი დღეს გისურვებთ. ბონი ერთი როგორ დგას ხამე გაჩვი. სანდა ხარ ფისო? მოდი დედასთან. უთხარი გამარჯობა დაიდებო. გამარჯობა დაიდებო უთხარი. უთხარი ნელა სუმეთინე რომ იმას ჩამომწყვიტავს ნახე. გამარჯობა დაიდებო. გამარჯობა დაიდებო უთხარი. დაიდებო და მიდიებო გამარჯობა. კარგი დღე მისურვეთ. კარგი ნამანამალები მისურვეთ. მე პატარა ბონიტას. მე პატარა ბონინას. მე როგორ უყვარდედა რომ მე დოროლომასი კოკო. ჩაკარგი კოკო, იცით რა ჭკვიანი კოკო. იცით როგორ ესმის ყველაფერი დედასი. დედასია, დედასი. იმ დღეს რუსი ხალი იყო. მოიცა ეტყობა აქ ცხოვრობენ, ანუ ტურისტებს ეხა 2 კვირით ჩამოსულს არ გავდა და 2 იორკი ყავდა, პატარები. ხო და ბონიმ გაიწია აქ, აი აქ რო შემოვედით. თუთი მოგიყვეთ ეგამბა. აი აქ რო შემოვედით, ბონიმ გაიწია, რომ მისულიყო და დაესუნა და ერთი მარ საერთოდ არ მოაქცია ყველადღე და მეორე მიმანაც გამოიწია რა, ანუ უბრალოდ რომ ძაღლებმა ერთმანეთი დაასუნონ, გაიცნონ, ხო იცით უყვარს ძალიან ძაღლებს. ხო და ბონი თქვათ მოიგეთ ბონი და ისა ამ ქალმა ეხლა აბა გაჩერდი ნუ იწევს ხვებისკენ და აი ესე აწია საბელით ძაღლი. ნუ ყელზე არ ეკეთა, აქ ეკეთა მკერდზე როა გასაკეთებლები, ხო იცით, მაგრამ აი ესე ჰაერში აკონწიალა, აი ესე აი ამ სიმაღლეზე მიწიდან. ნუ 1 მეტრამდე დაახლოებით. ესე, აი ეს აქ ქონა ხელი აწეული, ეს ძაღლი ესე ეჭია, ეს ძაღლი კონწიალობდა, წყავწყავებდა და ისაო რა ქვია, სანამ არის სწავლიო, რომ არ გაიწიოს ხვებისკენო, იქამდე ესე გაპროწიალებო ეუბნებოდა. ანუ მე ვიცი რომ ჩემი ერთი ადგილი საქმე ეგ არ არის და მისი ძაღლია, მაგრამ და ყელზე რო ქონოდა და ეგრე იქნება, უეჭველი ჩავერეოდი, ყელზე არ იყო, მაგრამ ანუ ისეთი აი რაც ვიგრძენი მის და მე ეგეთი მზერით შევხედე. ანუ რავი, რა თქინდა მაშინ ცხოველი. ცხოველს კი ზოგი შვილსაც ეგზრეზდის, მაგრამ აი არ ვიცი, არ მესმის და რა ვქნა, რა გავაკეთო. არასდროს არ მოგცევი ვარ მე ამას ესე. და იცით ეს საერთოდ არ არის ავიჩი ხუახუა, ეს არის უტკბილეს ხო ამ მომენტში ხუახუები არიან ავები. ვინც მოვა სახლში ყველას კოცნის, ყველას ეფერება, ყველას ალერსება, ახლებიც რომ მოდიან, აი ისა ქუჩაშიც აი ყველასთან უნდა რომ ყველა მივიდეს, მოეალერსოს, მოეფეროს, თვითონაც ეფერება, გაუწვება, წყავებს, კოცნის. ანუ გრამი აგრესია არ აქვს, იცით რატო? იმიტომ რომ სიყვარულშია გაზრდილი სულ და არა აგრესიაში. ანუ ცოტა ხანი ვცადე სიმკაცრე, მაგრამ მე მივხვდი რომ ჩემი და ამის გზა ეგ არისო და სხვათა შორის აი ესე სიყვარული და სიტკბოთი უფრო მალე ისწავლა ის, რასაც მაგალითად გაბრაზებით არ აკეთებდა და პირიქით, ანუ ჯიუტი ხასიათი აქვს დედასავით, რაც მეტად დააწვევით, თუნდაც მეტად ჯიუტობს. და სიყვარული და ალერსით თქმით უფრო ესმის, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ანუ ძალიან ჭკვიანი და ესმის და აღარ შვება თუ სიყვარულით ეტყვი და ეტყვი. ანუ ხო შეიძლება მოგეჩვენოს, რომ აი რა სისულელე ახლა ძაღლს როგორ უნდა უთხრა, რომ დედას გული ეტკინა, ძალიან ეწყინა და ძალიან აი ეხლა ეს როგორ გააკეთე და ესე ვეუბნები ხომ და იცი როგორ მიყურებს ხოლმე თვალებში და მე აღარ შვება მაგას და ახლა გინ თქვი გაიგო და გინ თქვი ვერ გაიგო, ფაქტია. თოლიები არიან ბონიჩკა, თოლიები, სასტიკები და მშვენიერები. ბუნება როგორი სასტიკია. და მაინც რა მშვენიერი. მეგონი მიყვარს ეს ბავშვი. იქით მიუწევს გული, მათი ხმა რო ესმის.